ძალიან საინტერესო პლატფორმაზე მინდა გესაუბროთ დილიდან და სხვათა შორის ინიციატივა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მომდინარეობს და შესაბამისად დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერს პრაქტიკაში ექნება ძალიან დიდი გაქანების არეალი. ესე იგი პლატფორმა, რომლის მიზანი არის თანამედროვე მოდელის სწავლების ხელშეწყობა, STEM-ზე მაქვს საუბარი და STEM მიმართულებების ამ შემთხვევაში ცოდნის და ფართო ხელმისაწვდომობა ჰუმანიტარული და სოციალური დარგების წარმომადგენლებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია, მოკლე რეზიუმე ამ კონცეფციის და უკვე დეტალურად სიღრმეებს კონცეპტუალური ანალიზისა უკვე სტუმრებთან ერთად მიმოვიხილავთ. ელი ელისაშვილმა მივესალმო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ეხლა ელის ჩვენი მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს და შესაბამისად მიხარია რომ დღეს გვეძლევა საშუალება რომ აი ამ საგანმანათლებლო პლატფორმაზე გავაკეთოთ და დავსვათ აქცენტები ზუსტად. ასევე გრიგოლ კალანდაძე არის ჩვენთან ერთად, რომელიც GIUS საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი და ასოცირებული პროფესორია. მოგესალმებით ასევე ბატონო გრიგოლ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. რაც შეეხება ამ პლატფორმას, მე მინდა რომ უფრო სიღრმისეულად და კონცეპტუალურად მიმოვიხილოთ ის გამოწვევები, რაც დღეს გვაქვს, რა გამოწვევების დაძლევასაც ემსახურება რეალურად პლატფორმა დღეს ბაზარზე და რა შესაძლებლობას აჩენს ეს ყველაფერი ცალკეული მიმართულებებისთვის და საგანმანათლებლო სექტორებისთვის. დავიწყოთ ელი თქვენით. სანდრო, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მოგესალმებით და მივესალმები პაილტრას მაყურებელს და მადლობა რომ ესე ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევ განათლების სექტორს. ჩვენი ეს პლატფორმა ძალიან საინტერესო არის იმ მხრივ რომ ეს ტემურანერები ერთის მხრივ ამ ეტაპზე უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ამას ყურადღებას აქცევს ასე თუ ისე, მაგრამ მისი ინტეგრაცია უკვე სასწავლო პროცესში თუ აი ამ უნარების გამომუშავება და დანერგვა სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის არის მეორე საკითხი, ჯერ ისე არის გარკვეული გამოწვევა და აი ამას ემსახურება ის პლატფორმა, რომელიც ჩვენი და ჩვენი პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. ძალიან მულტიდისციპლინარულები გახდნენ ადამიანები დღეს, ხომ? და არ არის ისე, რომ აი ეს STEM-ის საბუნებისმეტყველო მიმართულება იყოს მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის. ყველასთვის კარგია ამ ტიპის ტრენინგის გავლა, რასაც ეს ჩვენი პლატფორმა სთავაზობს. GIUS სტუდენტებს ამის საშუალება უკვე ჰქონდათ და ექნებათ, მაგრამ ყველაზე კარგი კიდევ ის არის, რომ ფართო საზოგადოებისთვის არის სრულიად ხელმისაწვდომი, სრულიად უფასოდ და შეუძლიათ ამით სარგებლობა. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და კიდევ ერთხელ ანუ აი განათლებაზე და ეს პლატფორმებზე ხელმისაწვდომობა ცალკეული სექტორების აქ მარტო თან როგორც ვიცი სტუდენტურ ბენეფიციარებზე არ არის მარტო საუბარი, ანუ ლექტორებზე, პროფესორებზეც, ანუ ყველას შეუძლია ამ შემთხვევაში მიიღოს გარკვეული გადამზადების კომპონენტები ამ პლატფორმის საშუალებით. ელი დაგიბრუნდებით. რასაკვირველია, ჩვენ ამის პრეზენტაცია გავაკეთეთ პარტნიორ ორგანიზაციებთანაც, რომელსაც არაერთი საკმაოდ დიდი და დასაქმებულთა დიდი გუნდები ყავთ და იმათაც გამოთქვეს ინტერესი და სურვილი რომ გაატარონ ეს კურსი თავის თანამშრომლებსაც. ძალიან საინტერესო არის, ელი აუცილებლად დაგიბრუნდებით. თქვენთან მეხება გრიგოლ, კითხვა, ანუ ჯამში რა აჩვენა პრაქტიკა უშუალოდ და შესაბამისად, ანუ აი საიდან წამოვიდა ეს ინსპირაცია? ხა რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე იმუშავა უნივერსიტეტმა თავის პარტნიორებთან ერთად. მე მქონდა პატივი და ვესწრებოდი პრეზენტაციასაც, რომელსაც თქვენ უძღვებოდით და შესაბამისად აი მე მინდა კითხოთ ამ შემთხვევაში პირველი ინსპირაციის ნაწილი და მეორე უკვე კონკრეტულად აი გადაჭრის ნაწილი, აი გარკვეული გამოწვევის გადაჭრის ნაწილი. ხა პრობლემას არ ვამბობ ხოლმე შეგნებულად, იმიტომ რომ კი არის აქ გარკვეული პრობლემების სპექტრიც, რაც ზუსტად აი ესეთი პლატფორმების საშუალებით უნდა გადავჭრათ. აქედან გამომდინარე, ანუ რა იყო ინსპირაცია და რა არის ამ შემთხვევაში საბოლოო მიზანი? კი ბატონო, მეც მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელსა და მსმენელს. საწყის ეტაპზე ჩვენ შემოთავაზება მივიღეთ ჩვენი ბერძენი პარტნიორისაგან, მეტროპოლიტენ კოლეჯისაგან, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურდათ ასეთი პროექტის ჩაშვება, ესეთი პროექტის მომზადება, Erasmus+-ის capacity building-ის, ანუ ინსტიტუციური განვითარების მიმართულების კვოტით და მათ გთხოვეს ჩვენ რომ საქართველოსდან ჩვენ ვიქნებოდით ერთადერთი ინსტიტუცია, თუმცა შემოგვეყვანა ასევე
პარტნიორი უკრაინიდან და ჩვენ ვთხოვეთ ლვოვის უნივერსიტეტს, რომელსაც უკრაინაში მოგეხსენებათ არა მხოლოდ ეს მიმართოს ტემის და ზოგადად მეცნიერული და ტექნოლოგიური განვითარების, არამედ ბევრი მიმართულებით დღესდღეობით ამ მძიმე ომის პირობებში არის სირთულეები. ინსპირაცია ჩვენი მთავარი, რატოც ჩავერთეთ ამ პროექტში, იყო ის, რომ ძალიან გვაინტერესებდა, როგორ შეიძლება STEM-ის მიმართულების გამოყენება ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებისთვის, იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან აქტიური პროგრამებია, სამართლის საბაკალავრო პროგრამა გვაქვს, ასევე 2 სამაგისტრო პროგრამა სამართალზე, სოციალურ მეცნიერებებში გვაქვს ჟურნალისტიკა, მასკომუნიკაცია, ასევე ფსიქოლოგია. და პლუს ამას ჩვენ ვემზადებოდით იმჟამად, რომ დაგვემატებინა სოციალური ფსიქოლოგიის პროგრამა, ძალიან აქტიურად ვმუშაობდით და ასევე სინოლოგიის პროგრამაც, რომელსაც ძალიან მალე დავამატებთ, სოციალური ფსიქოლოგია დავამატებთ უკვე. თავარი ინსპირაცია, როგორც მოგახსენეთ, იყო ეს, თუმცა ასევე, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მზადება, რასაც ითვალისწინება თვითონ ეს პროექტის მომზადების პროცესი, ჩვენ როდესაც ფოკუს ჯგუფები და სხვადასხვა აქტივობა განმახორციელეთ შრომის ბაზრისათვის, აღმოვაჩინეთ, რომ STEM-ის მიმართულება ზოგადად არამხოლოდ დანერგილი არ არის ჩვენთან, ვთქვათ ესე სრულფასოვნად, არამედ მით უმეტეს აკადემიურ დონეზე, არამედ ტერმინოლოგიური თვალსაზრისითაც კი, ანუ ერში STEM-ის მიმართულებაზე ტერმინები არ არის ზოგადად დამკვიდრებული. და ანუ თვითონ ეს STEM-ის მიმართულება არამხოლოდ როგორც საგანმანათლებლო, არამედ როგორც პრაქტიკული სამუშაო კომპონენტი არის უცნობი ჩვენთვის და აქედან გამომდინარე თქვენც ახსენეთ გამოწვევა სიტყვა, ეს იყო სერიოზული გამოწვევა ჩვენთვის, როდესაც ვაკეთებდით ამ შრომის ბაზრის კვლევას, ფოკუს ჯგუფებს, ინტერვიუებს და როდესაც მოვამზადეთ ეს პროექტი ჩვენს პარტნიორ ინსტიტუციებთან ერთად და ერთიორად გასახარი იყო ის, რომ ჩვენი და უკრაინის გარდა ყველა პარტნიორი იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან და თან არა მხოლოდ უნივერსიტეტები, ჩვენ გვყავს კიდევ ერთი კვლევითი ორგანიზაციაც და აქ იყო ისეთ ქვეყნების თავშეყრა, როგორებიც არის საბერძნეთი, იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათთან, ანუ გარკვეული თვალსაზრისით ეს STEM-ის მიმართულება თითქოს აკადემიურ დონეზეც შესულია, ძირითადად დოქტორანტურის დონეზე, იქაც არსებობს პრობლემები ამ მიმართულებით, ანუ გამოწვევები, მოდი მე სამ სიტყვას გამოვიყენებ. ანუ იქაც გამოწვევაა ის, რომ STEM-ი დაინერგოს როგორც აკადემიური არა მარტო როგორც აკადემიური თქვა პროგრამების თვალსაზრისით, არამედ პრაქტიკაშიც ამუშავდეს ისე, რომ ამან უზრუნველყოს აკადემიისა და დამსაქმებლების ურთიერთკავშირი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ახსენეთ ეხლა და ეს საკითხი მინდა რომ განვავრცოთ დეტალურად. მადლობა ამ აქცენტისთვის. ელი, აი ზუსტად ეს საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილავი თემა პრეზენტაციაზეც და უპირველეს ყოვლისა გრიგოლმა ძალიან საინტერესო მიმართულებები ჩამოთვალა და ეხლა მე პატარა გადახვევასაც გავაკეთებ და მე არაერთხელ გამიჟღერებია თუნდაც იგივე მადლობა თქვენთვის რომ აი ზუსტად ისეთი აქცენტები გაქვთ წამოწეული, აი თუნდაც იგივე სინოლოგია ვახსენეთ ხო წეგან. აი დღეს გვაქვს დოკუმენტი, დღეს უკვე დეკლარირებული არის ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და მიხარია რომ ამ ყველაფრის ავანგარდში ხართ მართლა გულწრფელად. ეხლა რაც შეეხება ეს უბრალოდ რემარკის სახით, რომ ანუ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ იმას, რომ ეს არ არის მარტო ინიციატივისთვის და ეს არის ინიციატივა პრაქტიკისთვის და დამსაქმებლებისთვის უპირველეს ყოვლისა. აი როგორ გესახებათ კონკრეტული გადაჭრა, აი როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ აი ამ პლატფორმაში, საგანმანათლებლო პლატფორმაში ჩაერთონ დამსაქმებლები, ბიზნეს ეკოსისტემა და მათაც ამ შემთხვევაში იმპლემენტირება გაუკეთონ პროფესიონალ კადრებს, იმიტომ რომ საბოლოო მიზანი ხო მაინც ამისკენ მიდის, ამ თითოეული გადამზადების, თითოეული რეკვალიფიკაციის, თითოეული საგანმანათლებლო მოდულის მიზანი ხო საბოლოო ჯამში ის არის, რომ პირობითად ბენეფიციარმა დააკომპლექტოს შრომითი ბაზარი. აი ეს კომპონენტი როგორ გესახებათ? იცით რა, აი როგორც თქვით უკვე ორივე აღნიშნეთ, რომ ეს იყო პარტნიორებთან, ორგანიზაციებთან, რომლებიც ასაქმებს ბევრ ხალხს, ქონდა მანამდეც ესე ვთქვათ დიალოგები, გამოკითხვა, ფოკუს ჯგუფი შედგა მათგან, მათივე ინტერესების გათვალისწინებით და მოთხოვნებიდან გათვალისწინებით შედგა ეს პროგრამა. და რა თქმა უნდა, ეხლა ზუსტად ამაში ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების, ევროკავშირის დაფინანსება და ჩვენ გვინდოდა ზუსტად მიგიღო ის პროდუქტი, რომ ყოფილიყო ყველასთვის გამოსადეგი ხელმისაწვდომი, რაც რა თქმა უნდა მოხერხდა
და პირიქით ჩვენი ინტერესიც არის რომ ამით ყველა მისარგებლოს ზუსტად გამოთქვეს ასე ვთქვათ ინტერესი და დაგვიდასტურეს რომ მათი თანამშრომლებისთვის ახალი თანამშრომლებისთვის ეს იქნება ძალიან კარგი გასავლელი ეტაპი და აუცილებლად ისარგებლებენ ამ პლატფორმით რაც კარგი არის კიდევ ეს პარტნიორი ორგანიზაციების ამ მონაწილე უნივერსიტეტების ყველა ენაზე არის ეს პლატფორმა, მათ შორის ქართულად, რა თქმა უნდა, აი თარგმანის საკითხიც ახსენა და ესეც ერთი მხრივ მიღწევაა, რომ ასე ქართულად ქონდა მცდელობა და გავაკეთეთ ეს ყველაფერი და ყველა მსურველს შეუძლია როგორც ქართულად, ინგლისურად, ან კიდევ რამდენიმე ენაზე გაიარონ. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა, კარგია რომ ქართულად, უკვე ქართულადვე შეუძლიათ გაიარონ. ზოგისთვის შეიძლება ეს უკვე ეს უნარები და კომპეტენციები უკვე ცნობილი იყოს, მაგრამ ძალიან ბევრი დამწყები თანამშრომლებისთვის ეს იქნება ძალიან კარგი გასავლელი ეტაპი. ხო, ანუ აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. თან მით უმეტეს ახლა ვესწრებოდით ამ ღონისძიებას და ბევრი მსხვილი დამსაქმებელიც იღებდა მონაწილეობას. სათითაოდ ჩამოთვლი ხა ინდივიდუალურად რო რეკლამაში არ ჩაგვეთვალოს, მაგალითად Hualing ჯგუფი, მაგალითად თუნდაც იგივე In-Group-ი და ანუ ყველა სექტორს სჭირდება დღეს რეალურად ეს სტუმართ მასპინძლობა იქნება თუ მძიმე მრეწველობა იქნება, ყველა სჭირდება ამ შემთხვევაში კადრი, კვალიფიციური კადრი და შესაბამისად აი ესეთი პლატფორმები, რომელიც მე შეიძლება რომ პრაქტიკაში გამოიყენოს. ძალიან ბევრი გვიყურებს ეხლა და შესაბამისად ანუ ჩდება სიმბოლური კითხვა, როგორ გამოვიყენოთ, როგორ ჩავერთოთ ოკეი, ტრანსპარენტულობა, ხელმისაწვდომობა მაგარია, მაგრამ აი რა არის ჯაჭვი რეალურად, ანუ აი როგორ შეიძლება ბენეფიციარმა, აი ჩვეულებრივმა მაყურებელმა, რომელსაც აი საგანმანათლებლო კომპონენტები აინტერესებს, უნდა ცნობიერების, რეკვალიფიკაციის ამაღლება და ასე შემდეგ, აი როგორ შეუძლია რომ ისარგებლოს STEM-ის პროგრამით. ნუ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ როგორც ვახსენეთ, ჩვენ გადავამზადეთ პროფესორებიც, თუმცა პროფესორები ტრენინგის ფორმატში გადამზადდნენ და ასევე მიეცათ საშუალება სტუდენტებს იმისა, რომ აი ჩვენ მიერ შექმნილი ეს პლატფორმა გამოიყენებინათ იმისათვის, რომ თვითონ ანუ პლატფორმაზე ყველაფერია ჩაშენებული იმისათვის, რომ ადამიანი შევიდეს, ნახოს იქ მასალები, შემდგომ გაიაროს თუ თქვა პატარა კვიზები, აქტივობები და ამის მერე უკვე მიიღოს სერტიფიკატი, ნუ მათ შორის სახელობით სერტიფიკატის მიღებაც შეუძლია და თუ საჭიროება მოითხოვს რეკომენდაციაც. ჩვენ სპეციალურად პროექტისათვის შევქმნით საიტი, რომელშიც თვითონ არის ჩაშენებული ეს MOOC-ის პლატფორმა, Moodle-ის მეშვეობით. ამ პლატფორმაზე ხდება რეგისტრაცია ადამიანის და შემდგომ პლატფორმის სახელიც თქვათ ეს არის STEM for Humanity-ის პლატფორმა, რას სახელწოდებასაც ატარებს თვითონ პროექტი, იმიტომ რომ პროექტი უკავშირდება იმას, რომ თქვათ STEM-ი დავაკავშიროთ, როგორც თქვენ ახსენეთ, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებთან და შევიტანოთ ეს პრაქტიკული მიმართულება ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში და ამ შემთხვევაში შეუძლია ნებისმიერ ადამიანს დარეგისტრირდეს ამ პლატფორმაზე, შემდგომ გაიაროს 3 მოდულია, თავის ქვემოდულებით ჩაშლილი. ძალიან საინტერესოთ არის თვითონ მასალები, არა მხოლოდ ინგლისურ, არამედ ქართულ ენაზეც, მათ შორის, ასევე ფრანგულ, იტალიურ, პოლონურ, უკრაინულ ენებზე, როგორც ქალბატონმა ელიმ ახსენა. და ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანი დაეუფლოს STEM-ის მიმართულებას არა მარტო ზოგად კონტექსტში, არამედ იქ არის ისეთი მოდულები, როგორებიც არის STEM-ი ეკონომიკაში, როგორ უნდა გამოვიყენოთ და როგორ უნდა მივმართოთ ეკონომიკური პროცესებისთვის, მარკეტინგში, ფინანსებში, ბუღალტერიაში, როგორ უნდა დავნერგოთ STEM-ი ჰუმანიტარული და ლინგვისტური მიმართულებით, სოციალურ მეცნიერებებში, როგორიც არის პოლიტიკური მეცნიერება, ფსიქოლოგია, ამ შემდეგ რა როლი აქვს თვითონ STEM-ს და როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრმა სტუდენტმა, რომელმაც გაიარა ეს STEM კურსი, შემდგომ გამოიყენა პრაქტიკაში და სხვა შორის პროექტიც ითვალისწინებდა იმას, რომ ჩვენც დავხმარებოდით ამაში, რომ მათ ეს პრაქტიკაში გამოიყენებინათ, იმიტომ რომ პროექტის ერთ-ერთი სამუშაო პაკეტი იყო ეგრეთ წოდებული ელექტრონული სტაჟირების მიმართულება. 5 სტუდენტმა გაიარა ელექტრონული სტაჟირების პროგრამა, ესენი იყვნენ სამართლის, ჟურნალისტიკისა და ფსიქოლოგიის სტუდენტები და ამაში ძალიან დაგვეხმარდნენ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები, 3 პარტნიორ ორგანიზაციაში გაიარეს ეს ელექტრონული სტაჟირება და სხვა შორის თავდაპირველი გამოწვევა იყო სწორედ ეს. ამას გვეუბნებოდნენ პარტნიორები ეგრეთ წოდებულ working days ფორმატში, როდესაც ჰქონდა მათთან წინასწარი შეთანხმების ინტერვიუები, რომ უნდა გაგვეშვა ეს სტუდენტები სტაჟირებაზე, რომ ანუ ეს მიმართულებები, თქვა სამართლის მიმართულება, ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია
ცოტა საეჭვო იყო მათთვის, რამდენად ფლობდნენ ისეთ STEM უნარებს, რომლებიც საჭიროა ყოველდღიურ ოპერაციებში და როდესაც გაიარეს მათ ეს სტაჟირება, მადლობაც კი გითხრეს დამსაქმებლებმა, ანუ ძალიან კარგი პლატფორმაზე აქვთ, როგორც ჩანს, გავლილი მათ ეს STEM-ის კურსი, იმიტომ რომ ყველაფერს ეკანა შორის ერთ-ერთი ორივე მხარე იყო კმაყოფილი. ორ მხრივად სასარგებლო ურთიერთობები იყო, ერთ-ერთი სტუდენტი დაასაქმა კიდეც ჩვენმა ერთ-ერთმა პარტნიორმა Levels Academy სტუდენტი ჩვენი მას კომუნიკაციის მაგისტრანტი, რომელიც გავაგზავნეთ იქ სტაჟირებაზე, იმდენად მოეწონათ მისი უნარები, ნუ მათ შორის პირველ რიგში STEM უნარები, რომ სამსახურიც კი შესთავაზეს და დასაქმდა ის რავი, უკვე პრაქტიკული შედეგი აი ამ ეს ძალიან მაგარია, ეხლა აი რაც ახსენეთ თუნდაც რომ აი უნივერსიტეტი ბოლომდე მიყვება, ანუ ნაბიჯ მიყვება და ნაბიჯ ეხმარება ინტეგრირებაში, დასაქმებაში მე უკვე ბენეფიციარს და ამ შემდეგ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც აი ხა ელი უკვე გავაკეთოთ თემის რეზიუმირება საბოლოო ჯამში და კიდევ ერთხელ აი ესეთი საგანმანათლებლო პლატფორმების და პრაქტიკული პლატფორმების იმპლემენტირება ბაზრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ცალსაღად მნიშვნელოვანი და აი რა არის აი ამ აქტის უკვე ხვალინდელი დღე, შემდეგი ნაბიჯი. და შესაბამისად ანუ აი კიდევ რა ტიპის ინექციებს, რა ტიპის კონტრიბუციას აპირებთ ამ მიმართულებით, რომ აი კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი ადამიანი გვისმენს და გვიყურებს. და ყველას დარწმუნებული ვარ, უმეტესობას უჩნდება სურვილი ამ ყველაფრის ინტეგრაციის, კიდევ უფრო მეტად იმპლემენტირების და ამ შემდეგ. შესაბამისად რა არის თქვენი შემდეგი ნაბიჯი უკვე ამ მიმართულებით? მადლობთ კითხვისთვის, როგორც აღნიშნე სანდროს, ჩვენ სულ ფიქრობთ ამაზე, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. STEM-ის არ ყოფილა ერთადერთი. დავამატებ იმას, რომ ნამდვილად კარგია ისიც, რომ სერტიფიკატის მიღების საშუალებაც აქვს ყველას, ვინც გაივლის ამ კურსს და ამ საკითხს შესაძლოა ჩვენც მოგმართონ უნივერსიტეტს და თუ რაიმე ტექნიკური საკითხია, თუ იგივე საბოლოო სახელობით სერტიფიკატის გაცემა ჩვენ ვიქნებით ჩართული და ყველას დავეხმარებით. შემდეგი ნაბიჯი არის კიდევ ერთი, რასაც დღესდღეობით ძალიან მალე იცვლება გარემო და იცვლება მოთხოვნები და სულ ახალი ტექნიკური და თუ ესე ვთქვათ ფაქტორად ზედმეტ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უნარ კომპეტენციების გამომუშავება ხდება აქტუალური და ამ ეტაპზეც მუშაობთ პროექტზე საერთაშორისო ელექტრონული კომერციის კურსზე, რომელიც იქნება დიპლომირებული და ჩინეთის ჩვენს პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელთან ერთად ვახორციელებთ, გვანჯოუს საერთაშორისო ეკონომიკურ კოლეჯთან ერთად. ჩვენი სტუდენტები ჰიბრიდულ რეჟიმში გაივლიან ამას, საბოლოოდ უკვე ჩინეთშიც ექნებათ პრაქტიკა და ხომ იცით როგორი მოწინავეა ეს ქვეყანა ამ მიმართულებით და ესეთ მსხვილ მეგა პლატფორმებთანაც ეხებათ გარკვეული უფრო პირდაპირი კონტაქტი ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე ესე ვთქვათ ჩვენი სტუდენტებისთვის არის ეს შეთავაზება და პირველია საპილოტე და საცდელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ გაამართლებს და წარმატებული იქნება და შემდგომში ინტერესის მიხედვით შეიძლება უფრო ფართო საზოგადოებასაც შევთავაზოთ ეს პროექტიც. ძალიან მაგარია და ვიგულეთ გვერდით ყოველთვის და შესაბამისად აი ესეთი ინიციატივების ნაწილში, რომელიც აი კიდევ ერთხელ მიმართული არის კონკრეტული პრობლემების გადაჭრისკენ და რა თქმა უნდა ბიზნესური პროექტებია ეს ყველაფერი, პრაქტიკული პროექტებია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლება არის მაშინ ძალიან დიდი დოზით დენომინირებული. ხარია რომ ამაში ვართ ერთიანები და ასე ერთობლივად ვზრუნავთ ქართველი ახალგაზრდების განათლებაზე და ამ უნარჩვევებით და ინსტრუმენტებით აღჭურვაზე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ იმპულსებისთვის, საინტერესო საუბრისთვის და ძალიან საინტერესო კონცეფციებისთვის, რომელსაც ბაზარს თავაზობთ. წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.